ეთერში ახალი ექვსი სტუდიაში ფინა ბეგიაშვილი მუშაობს. გამარჯობა. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივ მოქმედმა კომისიამ 48 პატიმრის გათავისუფლება გადაწყვიტა. საშუალო აღსრულების სამინისტროს ცნობით კომისიის ხდომაზე 300-მდე მსჯავრდებული საქმე განიხილეს, რომელთაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების მიერ უარი ეთქვათ. კომისიის გადაწყვეტილებით საშუალო აღსრულების დაწესებულებებს დატოვებს 48 მსჯავრდებული, მათ შორის არიან 5 მძიმე ავადმყოფი და 5 ქალი. მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ხარების დღესასწაულს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა ლოცვა გაიმართება. დღეს ხარებასთან დაკავშირებით დამატებით შეიკრება კომისია პირობით ვადამდე გათავისუფლების და 48 ადამიანზე იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება, მათ შორის არის 5 ქალბატონი და 5 არის მძიმე დაავადებული ადამიანი, რომელთა მკურნალობა უბრალოდ შეუძლებელი იყო დაწესებულებებში და ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე უნდა თქვა, რომ 5 ადამიანი არასრულწლოვანი რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა და პირველად მოხდა რაც საქართველოს ისტორიაში, როდესაც ეს 5 ადამიანი თითოეული საქმე იქნა შესწავლილი ინდივიდუალურად, მათთან პირადად გასაუბრებით და მათი ოჯახების მდგომარეობა იქნა შესწავლილი, როცა გადიან, მათ რა გარემო ხდებათ და არსებობს თუ არა რისკი დანაშაულის განმეორების. ქართველი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ამ ეტაპზე საქართველოს შეერაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონის 126 სამხედრო მოსამსახური ჩამოვიდა. სამშვიდობოებს აეროპორტში საქართველოს შეერაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერვანი დახვდნენ. მესამე ქვეითი ბრიგადის 32 ქვეითი ბატალიონის 126 სამხედრო მოსამსახურე დამბრუნდა სამშობლოში, რომლებიც 6 თვის განმავლობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ISAF-ის ოპერაციებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო მესამე ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მშობლებს მათი გაზრდისთვის და მინდა მადლობა გადაუხადო თვითონ პირად შემადგენლობას და მიულოცო მშვიდობიანად დაბრუნება სამშობლოში. საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს შორის დღეს პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს. თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე გაამახვილეს. მხარეებმა ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა რესტავრაციის თემაზეც ისაუბრეს. მათი განცხადებით კულტურული მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე თემაა და მხარეები თითოეულ საკითხს სწორედ ამის სრული გათვალისწინებით განიხილავენ. Istanbul havalimanında bu Somali'de and many others that we built, so you are right. This is Batumi Airport Tower. havaalanı თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიში ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა ირანელი ფერმერების მეურნეობაში შეიჭრა და მიწის ნაკვეთ შემოვლებული ღობე რამდენიმე მეტრამდე შემოაცალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფლის სახნავს სათესი მიწები და საძოვრები ირანელ ფერმერებზე ხელისუფლებამ 2 წლის წინ ჩუმად გაასხვისა და სოფლის მოსახლეობა მიწის ნაკვეთების გარეშე დატოვა. ხაიშელების განცხადებით ისინი ირანელებს სოფლის ტერიტორიაზე არსებული 700 ჰექტარი მიწით სარგებლობის უფლებას არ მისცემენ და მიწის ნაკვეთებს თავად დაამუშავებენ. სოფელმა დახმარებისთვის ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა. ორი ჰექტარი მქონდა დახმული მე ისე სხვა ოჯახებს და ის დაგვართვეს. აი სარიკმარეს და ასარი იმისი აქეთ გზა იყო ეს. გზა მიიღობეს. ზემოთ საძოვრები იყო. ისინიც მიიღობეს და ჩვენ ვარ დარჩენილი ყოველგვარი სარწყავი წყლის გარეშე დარჩენილი, საძოვრის გარეშე დარჩენილი და სახნავი მიწა ჩვენ არ. ხალხი თავისით ალბათ აი როგორც ახლა ვანდალურად მოექცენ ამ ნაკვეთებს ხო? ალბათ ასე გავარდებოდა. მე იმის საშიშრო მე იმის მეშინია რომ სისხლი არ დაიღოროს უბრალოდ და სხვა რამე არ მოხდეს კიდევ. იმიტომ რომ ძალიან გამომწვევად იქცევიან თვითონაც მე პატრონები. ჩვენ და დაუკითხავად გაიყიდა მიწები, რაზედაც სამართლიანად ეს მოსახლეობა პროტესტს გამოაცხადებს. პროტესტის ფორმა რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ სხვა გზა არ დარჩა ამ მოსახლეობას, რადგან ჩვენ არის მოსახლეობა, რომელიც თავის დროზე ვერ ჩამოსახლდა და ეხლა ჩამოსახლდა, ვისაც მიწები არ გააჩნიათ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ნოე კინგლაძე და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე პენსიონერებს შეხვდნენ და მათ რეგრესის პენსიის დანიშნვის დეტალები გააცნეს, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით 1 მარტიდან გაიცემა. ტყიბულში რეგრესის პენსიას 500 ადამიანი მიიღებს, მათ აღნიშნული შემწეობა 2007 წელს შეუწყდათ.
მოქალაქეს, რომელიც სოციალია და 2007 წელს რეგულარულად დახმარება და ძველი მთავრობის მიერ შეუწყდა ამ დახმარების მიღება. თანხა არის განსაზღვრულია იმის მიხედვით, თუ რა დახმარებას შეგვიძლია ადრეს მოქალაქეები, ზუსტად იგივე ციფრით დახმარებას მიიღებენ. აქ არიან ადამიანები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მიერ რეგრესის პენსიის მოხსნა გაასაჩივრეს სტრასბურგში და ელოდებიან პასუხს, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ აღადგინა სამართლიანობა და თავისი მოძრაობის დაწყებიდან 1 წლის თავზე ჩვენ ამ ადამიანებს ვუბრუნებთ რეგრესის პენსიებს. Რამდენიმე წერილები მაქვს გამჟღავნილი პრეზიდენტთან და ყველამიდან ფონდიდან ებაშვილი იყო, თუმცა იყო და მეუბნებოდნენ განიხილება პაკეტი და მიიღეთ, განიხილება მიიღეთ და მე ვეძით ამ დრომდე. მესტის რაიონის სოფელ ხაიშის მოსახლეობა მათ სოფელში ჰიდროელექტროსადგურის შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს. სოფელ ხუდონჰესის საკითხის შესასწავლად და გასულ წლებში ჩატარებული კვლევების შედეგების გადასამოწმებლად საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელიც ვიზიტის ფარგლებში სვანეთის მოსახლეობას ხვდება. ადგილობრივების განცხადებით ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ და არც გასახლებას აპირებენ. მათი თქმით, ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში სოფელი მთლიანად დაიტბორება და პრობლემები სხვა სოფლებსაც შეექმნებათ. ადგილობრივების წუხილს ის გარემოებაც იწვევს, რომ ხაიშის საუკუნეების წინანდელი ტაძარი და მათი წინაპრების საფლავები რომლებიც ასევე წყლის ქვეშ მოექცევა. ექსპერტთა ჯგუფი რამდენიმე კვირაში დასკვნას მოამზადებს, რომელსაც გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს არუდგენს. სოფლის პოზიცია ასეთია, ვის უნდა ტოლვილად იქცეს თავის ქვეყანაში. ჩვენ აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და ჩვენ კუთხე გვიყვარს. ხალხს რატო არ გვეკითხება ვინმე გვინდა არ გვინდა აქედან წასვლა. ჩვენ აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და აქ ვიქნებით ბოლომდე. 15 წელიწადია მაგაზე მედის ლაპარაკი გესცე და გადასახლება არ გადასახლებაზე ხალხი უკვე გაურკვევლობაშია რა. და დამოკიდებულება არის უარყოფითი, ყოველას უნდა დარჩეს ადგილი, ჯერ ერთი აქ სასაფლაოებია, წინაპრები არიან დამარხული, ეკლესიები არის, სალოცავები აქვს ხალხს და აქედან გამომდინარე არ უნდა ხალხს წასვლა აქედან. We are requested by the Minister of Environment. გარემოს დაცვის სამინისტრო მოგთხოვა, რომ ხუდონის პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. სწორედ ამ მიზეზით ჩამოვედით ხაიში და შევხვდით ადამიანებს. ჩვენი შეხვედრა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, გსურდა რომ მოსახლეობა სწორი ინფორმაცია ქონოდა ამ პროექტის შესახებ. მათთან შეხვედრისას მივხვდით, რომ ამ ადამიანებს უნდობლობის განცდა აქვთ. უნდა აღვნიშნო, რომ ყველა პროცედურა დასავლური სტანდარტების შესაბამისად გატარდება. დღეს სვანის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. სასოფლო სამეურნეო ბარათებით დაეხმნა დადისკვის გარდა. მოსახლეობას მიეცა საშუალება სპეციალურ მაღაზიებში შეიძინოს მინერალური სასუქი, ასევე სასოფლო სამეურნეო ინვენტარი. სვანის მუნიციპალიტეტში ამ ტიპის რამდენიმე მაღაზია მუშაობს, სადაც ბარათებით გლეხების საჭირო მასალა შეიძენენ. აღნიშნულ პროცესს ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან დავით ლორთქიფანიძე აკვირდებოდა. დღეს ვანის რაიონში ოფიციალურად დაიწყო ხმის პროცესი და არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩება დაუმუშავებელი და მე რა თქმა უნდა მოხარული ვარ, მოსახლეობა ძალზედ მაყოფილი არის. გარდა ხმისა და დადისკვისა მოსახლეობას ბუნებრივია იცით რომ ეძლევა სასოფლო სამეურნეო ბარათები, რომელსაც იყენებენ მაღაზიებში. გასულ წლებში თითოეულ თუ იქნებოდა ადრე. ანდაც დაახლოებით ივნისში იქნებოდა ფაქტობრივად და ყანა მერე ჭინტის სიმინდი და არ მწიფდებოდა ყანები. ხო და ეხლა ერთიანი იქნებოდა, ადრე იქნებოდა, მოსამართლე გვეთეს იქნებოდა. დამწიფდება სიმინდი რასაორია. დასავლეთ საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ადგილობრივი ხელისუფლების საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესში ერთვებიან. ამ მიზნით ფოთში მოქმედ ორგანიზაციებს დღეს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტის წარმომადგენლები შეხვდნენ და პროექტის დეტალები გააცნეს. როგორც მათ აღნიშნეს, თვითმმართველობების მონიტორინგის გარდა პროექტი ადგილობრივი დამოუკიდებელი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. პროექტს ფინანსურად დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი უზრუნველყოფს და 9 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მოხდება ამ სამუნიციპალიტეტში საჯარო ფინანსების საბიუჯეტო პროცესის ხარჯვის მონიტორინგი და შეირჩევა ასევე ჯგუფის მიერ სხვა მიმართულებები, რის მონიტორინგიც გაკეთდება. ამ პროცესში ასევე ჯგუფის წევრებს ჩაუტარდება ტრენინგი. აუცილებელია მსგავსი პროექტი განხორციელდეს და გააქტიურდეს საზოგადოება იმისათვის, რომ იცოდეს რა ხდება თავის საგრებულოში, თავის თვითმმართველობაში და იყოს ყველა ინფორმაციის მფლობელი. აჭარაში წითელას 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან ერთი მცირეწლოვანია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აცრები აჭარაში ორშაბათიდან აქტიურ ფაზაში შევა. პირველ ეტაპზე 7 წლამდე ასაკის ბავშვები აიცრებიან, შემდეგ კი მედპერსონალი, ასევე ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები. დაავადების მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ დროისთვის საქართველოში წითელას 500-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
დარეგისტრირებულია წითელას 4 შემთხვევა. საერთოდ შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით იწყება წითელას გარკვეული კონტინგენტი ასაცლელი დაეკომდება და ეს გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ეს გახლავთ არასრულად დაცლილი 7 წლამდე ბავშვები და წითელათი დაავადებულის კონტაქტები. პაციენტები სტაციონარის პირობებში იმყოფებიან, კონტაქტირებულებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია, უკვე შემოტანილია აჯარაში ვაქცინა ყველა იმ კონტინგენტისათვის, რომელიც ზემოთ ჩამოთვალეთ, ორშაბათიდან დაიწყება სამედიცინო პერსონალის იმუნიზაცია. საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს სამტრედიაში ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში. კოალიცია ქართულ ოცნებას პროფესიით იურისტი პროფესორი გიორგი კახიანი წარმოადგენს. კახიანი ადგილობრივ მოსახლეობას მისი არჩევის შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას პირდება. იმიტომ რომ მე ხართ ადამიანები. გიორგი კახიანი თავისი დამსახურებით, თავისი გავლილი ცხოვრებით, იმ ახალგაზრდული ჟინით მართლაც იმსახურებს, რომ იყოს ამ რაიონის არჩეული. ქართულ ოცნებას არადგენს ბატონი გაგა კახიანი, რომელიც არის უაღრესად კეთილშობილი ჩამოყალიბებული პიროვნება, კონსტიტუციონალისტი გახდა და ის ყველა პიროვნების განახორციელება მოხდეს პარლამენტში. ახლა ბევრი პრობლემა არის მოსახლეობაში, პრობლემები არის ფაქტობრივად ყველა სფეროში, სოციალურ სფეროში, ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, პენსიებთან დაკავშირებული პრობლემები. ერთ-ერთი აქტუალური თემა დღეს არის სოფლის მეურნეობის საკითხები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის ინტერესი, რომელიც მოსახლეობას გააჩნია ამ საკითხების მიმართ მაქსიმალურად გავაკეთებთ. შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის რაიონში ქართული ოცნებიდან კენჭ თამარ კორძაია აიღეს. კორძაია ნაძალადევის მცხოვრებლებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად შეხვდა. თამარ კორძაია მოსახლეობას გზების და წყლის მიელების მოწესრიგებას დაპირდა. მან მეტისვით დაზარალებულთა პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიქმნება ფონდი, რომლის ერთ-ერთი წევრი თეა წულუკიანიც იქნება და სწორედ მეტისვით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება. ეს ადამიანები ჯერ კიდევ მართავენ ქალაქს და ესეთი ივანიშვილი და რომ არა ქართული პრიორიტეტი უნდა იყოს ნაძალადევის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მე გეტყვით, ნაძალადევის მოსახლეობას იმდენი პრობლემა აქვს, არ შეიძლება რომელიმე გამოვკვეთოთ. ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი პრობლემაა ამ რაიონში. ამიტომ ყველაფერზე ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს პარალელურად ყველა თემაზე ცალ-ცალ. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ სამივე რაიონში, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება. ძალიან კარგი კანდიდატი გყავს, მე მინდა წარმატება უსურვო და ჩვენ ერთად გომით ერთსულოვნებით ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. თამარ კორძაია გახლავთ აფხაზეთიდან და ჩემი აზრით ესმის მას დევნილთა პრობლემები. აქედან გამომდინარე ვუჭერ მხარს, იმიტომ რომ მეც ვარ აფხაზეთიდან დევნილი და ჩემი აზრით მას უფრო ესმის დევნილთა პრობლემები. პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე და ნაძალადევის მაჟორიტარობით დეპუტატობის კანდიდატი კახა კუკავა ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა. კუკავას განცხადებით ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა და კოაბიტაციის დასრულება. თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე მოსახლეობას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა შეპირდა. ვინაიდან მისი თქმით ბილაშვილის პროკურატურა არც ერთ საქმეს არ ეძიებს და ისევ ნაციონალების მხარეს რჩება. კუკავა მოსახლეობასთან სოციალური ვალდებულებების შესრულებაზეც ისაუბრა. თქვენ გახსოვთ, რომ ეს იყო შეთ რომ დამნაშავეები დაისაჯონ? თავი პრობლემა, რომელიც აწუხებს ნაძალადევს და მთელ საქართველოს ნაძალადევში სხვანაირი ადამიანები არ ცხოვრობენ, ეს არის კოაბიტაცია, რომელიც ნიშნავს უსამართლობას თითოეული ქართველისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ ახალ პარლამენტში ერთ-ერთი პირველი ინიციატივა ეს იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც დაასრულებს მართლმსაჯულების განხორციელებას. მე ვიცი კახა კუკავას, ვიცი რომ დიდი ხანია, ვიცი იმისი აი ეს აზრები და ყველაფერს კარგად ავგრძნობ და ვიცი რომ ის ძალიან გამოადგება ჩვენ ქვეყანას. თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია დამოუკიდებელი დემოკრატები იქმნება. დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭინჭარაძის განცხადებით, მასთან ერთად ახლად შექმნილ ფრაქციაში გიორგი ქველაძე და გელა ომანიძე იქნებიან. ჭინჭარაძის განმარტებით ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ქველაძე იქნება. ამ ეტაპზე თბილისის თვითმმართველობით ორგანოში სულ 5 ფრაქციაა. ჩვენ მივიღეთ რამოდენიმე დღის წინ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ჩვენი დამოუკიდებელი ფრაქცია. ფრაქციის სახელი იქნება დამოუკიდებელი დემოკრატები. ჩვენ ვითანამშრომლებთ და კონსულტაციები გვექნება აბსოლუტურად ყველა ფრაქციასთან, რომელიც კი წარმოდგენილია ქალაქ თბილისის საკრებულოში. ძირითადი მიმართულება იქნება სოციალური ფონის გაუმჯობესება ქალაქში, ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა.
კეთევან წამებულის 64-ის მშენებარე კორპუსის მოსახლეობა კორპუსის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას მოითხოვს. ობიექტზე მშენებლობა 2006 წელს სამშენებლო კომპანია კალასმა დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით ბინები მეპატრონეებისთვის 2 წელში უნდა ჩაებარებინა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. ამჟამად შენობაში არ არის არანაირი კომუნიკაცია. ბინების მფლობელების განცხადებით კომპანია მათ უკვე რამდენიმე თვეა ქირის ფულსაც არ უხდის. შენობაზე პასუხისმგებელი პირი გოჩა წნელაძე აცხადებს, რომ მშენებლობის დასრულებას ხელი ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა შეუშალა. მისივე თქმით, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ორშაბათიდან განახლდება და 3 თვეში მოსახლეობას ბინებს ჩააბარებენ. და 2 წელიწადში უნდა მიმეღო გარემონტებული ბინა გარდა სამყარო სამუშაოებისა და თქვენ თვითონ ხედავთ. მგონი 2013 წელია ახლა. და რამდენი ხანი გავიდა იმის შემდეგ ბინის დამთავრებას ვითხოვ გენაცვალე. ჩემი ბინის საბუთს ვითხოვ, ის არის ჩემი საკუთრება და ჩემ ბინაში 8 წელი გავიდა უკვე. დაუბერდით ხალხი აღარ გვინდა ეს ბინები. არავინ პასუხს არ გუწევს. ზვიადი მეუბნება, ჩემი საქმე არ არის გოჩა ძნელაძეს. მე ვერ პოულობ. ნუ აი ესე დავდივართ. ხანდახან 1000 შევიკრიბებით, ვიღაცას გამოვიძახეთ, მოვლენ, დაგვამშვიდებენ, წავლენ. ჩვენ ვაგებთ პასუხს და 3 თვის განმავლობაში ეგ შენობა მთლიანად დასრულებული იქნება. უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელთან ერთად ბრიფინგი გამართა. ჩხარტიშვილმა ისაუბრა იმ კორუფციულ სქემაზე, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილის მიერ აგრარული უნივერსიტეტი კახა ბენდუქიძისთვის კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე იქნა გადაცემული. უფლებადამცველი ასევე არ გამორიცხავს აქციების გამართვას იმ მოთხოვნით, რომ კვლევითმა დაწესებულებებმა თავიანთი სტატუსი აღიდგინონ. დღეისათვის საქართველოში სოფლის მეურნეობა არის პრიორიტეტად გამოცხადებული, ეს ძალიან კარგია. მარგერო დაფინანსება გაიზარდა ამ სფეროში, მაგრამ სამეცნიერო სექტორი სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის მკვდარი და ეს არის შედეგი მიხეილ სააკაშვილის და კახა ბენდუქიძის შორის არსებული კორუფციული გარიგებისა. ჩვენი მოთხოვნაა სახელმწიფო უზრუნველყოს აღდგენა აი ამ 14 კვლევით დაწესებულების, რადგან ეს სჭირდება არა მხოლოდ იმ მეცნიერებს, ვინც იქ მუშაობდა, არამედ სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს, რადგან სოფლის მეურნეობა მართლაც იყოს განვითარებული გრძელვადიან პერსპექტივაში და მას ჰქონდეს სერიოზული და რეალური წარმატებები. ეს იყო კორუფციულზე უარესი ალბათ ქმედება, ეს იყო ქვეყნის აგრარული სფეროს დანგრევა და ერთი მიზანი იყო იქ ამ ქონებების გასხვისება და გარედან შემოტანა სოფლის მეურნეობის პროდუქტების. შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული პიროვნება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამმართველდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე წყალტუბოში გამსახურდიას ქუჩაზე ეჭმიტანილის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 23 ცალი ვაზნით ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს ქალაქ წყალტუბოში მცხოვრები პირი, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 23 ვაზნით. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლება მოსელების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების ფაქტებზე სამაგრელოსა და კახეთში რამდენიმე პირი დააკავეს. სამაგრელოში დაკავებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების დირექტორი გოგი ახალაია, რომელსაც ბრალის 338 მუხლის პირველი ნაწილით აქვს საყენებული, რომელიც თავისუფლების აკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს. სამეგრელოში დაკავებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების დირექტორი გოგი ახალაია. გამოძიებით დადგინდა, რომ ახალაიამ ერთ-ერთ ინდმეწარმეს, რომელიც გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა კომპლექსური სასკოლო სკოლის გაერთიანებისთვის სამსახურეობრივი მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით 500 ლარი გამოართვა. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ზვიადაური. გამოძიების ინფორმაციით მან უკანონო მშენებლობის მფარველობის მიზნით ქრთამის სახით 500 ამერიკული დოლარი აიღო. საგამოძიებო სამსახურმა ასევე დააკავა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი მალხას ფიცხალაური. მან აკრძალული ხე-ტყის სამასალე მორების დამზადების სანაცვლოდ ქრთამის სახით 400 ლარი აიღო.
განაგრძობთ გამოშვებას სამხრეთ კავკასიის ქალთა კონგრესი მუშაობას თბილისში იწყებს სომხეთის ქალთა რესურს ცენტრმა, აზერბაიჯანის ქალთა უფლებების დაცვის ასოციაციამ და საქართველოს ქალთა პოლიტიკურმა რესურს ცენტრმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ქალთა კონგრესის მუშაობის დაწყების შესახებ ინფორმაცია გააჟღერეს. სამხრეთ კავკასიის ქალთა კონგრესი წარმოადგენს რეგიონულ ორგანიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა წესრიგს და გენდერულ თანასწორობას. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლობა განაცხადეს, კონგრესის მუშაობა მიზნად ისახავს რეგიონში ქალთა უფლებების წინსვლას პოლიტიკურ და სამშვიდობო პროცესებში. ჩვენს უყოლა ვართ პირველი დამფუძნებელი ამ კონგრესის, რომელიც იმედია ამ 3 წლის მანძილზე რა პროექტიც გვაქვს, განვითარდება ძლიერ ინსტრუმენტად რეგიონში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის და ქალების ჩართვის პოლიტიკურ და სამშვიდობო პროცესებში. ეს იდეა 3-4 წლის წინ დაიბადა. მისი განხორციელება კი დღეს დაიწყო. ქალთა კონგრესის მიზანია ქალების წინსვლის ხელშეწყობა. პლატფორმა კი დაეხმარება ქალებს, რომ თავიანთი სურვილები და წინსვლა განახორციელონ. კონგრესის მიზანია, რომ ქალები პოლიტიკაში ჩაერთონ, რათა გადაიჭრას სამხრეთ კავკასიაში ყველა კონფლიქტი, დამყარდეს მშვიდობა და ყველა სრულფასოვნად მონაწილეობდეს ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში. გუდაური კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგაზვა საშიშროების გამო ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო. როგორც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, მცხეთა-სტეპანწმინდა ლარსის ავტომობილუქსის გუდაური კობის მონაკვეთზე 12-დან 18 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობას ვაბდამცავი გვირაბები ხორციელდება. დღეს დაწერდა კობი გუდაურის მონაკვეთზე 12-დან 6 საათამდე. მიზეზი არის მეტეოსადგურის ზვავ საშიშროების გამო. სანამ არ მოხსნიან იქნება ეს. მოელოდებიან ზვავს და გაგვიშვენ მალე ალბათ. ეს იყო ახალი 6-ე, ხოლომდე გემშვიდობებით, ნახვამდის.